საქართველოსა და ვესტეროს ბევრი საერთო რამ აქვს. ამ ვიდეოში კი კონკრეტულად ვესტეროსის და საქართველოს საერთო ან მსგავს ტრადიციებზე ვისაუბრებ. პირველი. სტუმარმასპინძლობის ტრადიცია. საქართველოსა და ვესტეროსში სტუმარმასპინძლობას დიდი როლი უკავია საქართველოში, როცა ადამიანს სახლში მიიპატიჟებდი და დააბინავებდი, შენ პასუხისმგებელი იყავი მის დაცულობაზე, კვებაზე და კომფორტულობაზე, შენი ოჯახის დონე შენი. მასპინძლობით ინსაზღვრებოდა და ვინც ამ ტრადიციას ღალატობდა, სირცხვილად ითვლებოდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში. სტუმარმასპინძელში მსგავს შინაარს ხვდებით, ვესტეროსშიც მსგავსადაა და უმეტესი ლორდი, რომლის ღირსება მაღალ დონეზეა, ამ ტრადიციას მიყვება. მეორე. ვესტეროსში ამ ტრადიციას პირველი ღამის უფლება, the right of the first night ჰქვია. ამ ძველი წესის მიხედვით ლორდს ან მეფეს უფლება ჰქონდა თავისი მიწების მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი უბრალო მოქალაქის ან გლეხის ქორწილში პატარძალთან პირველი ღამე გაეტარებინა. Time for the bedding ceremony. There will be no bedding ceremony. You respect for tradition, uncle. Come, everyone. Pick her up and carry her to a wedding bed. Get rid of her gown. She won't be needing it any longer. Ladies, attend to my uncle. He's not heavy. There will be no bedding ceremony. There will be if I command it. Then you'll be fucking your own bride with a wooden cock. ვესტეროსის ისტორიაში ეს უფლება ოფიციალურად მეფე ჯეიჰერისეისა და დედოფალ ალისანას დროს აიკრძალა დედოფლის დაშინებული მოთხოვნით, თუმცა ჩრდილოეთში, ზოგიერთ შორეულ რეგიონში, მაგალითად ბოლტონებთან ან ამბერებთან ამას ჩუმად მაინც აგრძელებდნენ. საქართველოში ამ ტრადიციასთან დაკავშირებით შემდეგი რეალობა გქონდა. ისტორიული კონტექსტი. ქართულ ფეოდალურ იერარქიაში, განსაკუთრებით გვიან ფეოდალურ ხანაში და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ სამთავროში, სამეგრელოში, სვანეთში, აფხაზეთში არსებობდა მახინჯი ტრადიცია, რომელსაც ხალხში ბატონის უფლებას ან პირველ ღამეს ეძახდნენ. გავლენიან თავადებსა და ბატონებს მიაჩნდათ, რომ ხმა გლეხის ქალი ჯერ მათთან უნდა დაწოლილიყო და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა ქმარს მასთან შეხების უფლება. ასახვა ლიტერატურაში. ეს თემა გენიალურად არის აღწერილი ქართულ კლასიკაში. გაიხსენე ალექსანდრე ყაზბეგის ხევისფერი გოჩა, სადაც კონფლიქტი ზუსტად იმით იწყება, რომ თავად იონისესა და ძიძიას ქორწილში პირველი ღამის უფლებას ითხოვს, რასაც მთიელების აჯანყება და დიდი ტრაგედია მოჰყვება. ასევე მიხეილ ჯავახიშვილის არსენა მარაბდელში კარგად ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ თავადები ხმა ქალებზე. და სულ ესაა. თუ მოგეწონათ ვიდეო დააიქეთ და გამოიწერეთ არხი ნახვამდის.